დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლები სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტის წითელი ხიდის ცვლის უფროსი დააკავეს. Ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200,000 ამერიკული დოლარის შემოტანაში ხელის შეწყობას დაპირდა, რის სანაცვლოდაც 8,000 ამერიკული დოლარი მოითხოვა. Როგორც საგამოძიებო სამსახური აცხადებს, მამაკაცი წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის 4,000 ამერიკული დოლარის აღებისთანავე დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საბაჟო გამშვები პუნქტის წითელი ხიდის ცვლის უფროს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.